მოგესალმებით ძვირფასის მენელებო, მინდა პატარა ვიდეო გაჩუქოთ დღეს ურანთან დაკავშირებით პროგნოზირება და ასტროლოგიაში. და რატომ ეს პირდაპირ ეს ურანული ვაიბი დავიჭირე, უცებ მომინდა ამის გაზიარება და ეხლა იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ვინც სწავლობთ ასტროლოგიას ან საკუთარი ძალებით იკვლევთ ამ სფეროს, კარგი იქნება, როდესაც დააკვირდებით უკვე თქვენს პირად უფრაში ურანი რომელ სახლში მოძრაობს. ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი სიგნიფიკატორი იმ თემის, რადაც ყველაფერი თავდაყირა დადგება. კარგი გაგებთ, იმიტომ რომ ურანი ეს არის ჩვენთვის ერთგვარად არიშხალიც, ოღონდ ამავდროულად შეგვიძლია ვუწოდოთ ურანს შემოქმედებითი ქაოსიც. ვინაიდან ურანის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის ჩემთვის პირადად, ჩემს გამოცდილებაში, რომ მოახდინოს ის, რასაც არ ელო. მაგალითად, Facebook-მა შემახსენა 9 წლის წინანდელი ჩემი სურათი, ჩემს მეგობართან ერთად და რო დავფიქრდი, მაშინ რამდენად ვერ წარმოვიდგენდი იმ სიტუაციას, სადაც ახლა ვიმყოფები და ზუსტად ამ ურანის ტრანზიტის მიხედვით რომ ხდება ეს ყოველჯერ. რომ ნამდვილად ჩემთვის გასაოცარი ამბავი იყო, მერწყულები, ურანის ძლიერი გავლენის მქონე ადამიანები, მე-11 სახლის აქცენტირებული ადამიანები, განსაკუთრებულად ქარიზმატულები არიან ცვლილებების მიმართ. თითქოს ერთ და იგივე ადგილას არ რჩებიან, ამას აკეთებენ საკმაოდ ფუნდამენტურად. ვინაიდან მერწყული ეს ფიქსირებული ნიშანი არის, მისი გარდაქმნა ეს უფრო ძირეული არის და მისი გარდაქმნა ამავდროულად არის სუფთა ჰაერის მომტანი თქვენს ცხოვრებაში. როდესაც თავისუფლებას ვეცნობ, როდესაც შენს წინ ძალიან დიდი ხედი იშლება. ვისაც გაქვთ სურვილი თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული გარდაქმნები დაგეგმო, ან გარდაქმნებისადმი მოემზადოთ, აუცილებლად შეამოწმეთ, სად არის ტრანზიტული ურანი თქვენს კონკრეტულ სახლში, პირად უფრაში. ეს არის აშკარად იმისი სიგნიფიკატორი, სადაც ერთდღიანი და ორდღიანი გარდაქმნა კი არა, სადაც გლობალური, ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება თქვენს ცხოვრებაში, ან უკვე მიმდინარეობს. ოღონდ ეს არ არის მორიელისებური ან პლუტონისეული ტრანსფორმაცია, მინდა დავიჭიროთ ეს განსხვავება ძალიან კარგად. ურანს მე ესე ვუყურებ და ესე ვჩნობ, რომ შეუძლია ძალიან კარგი რეფორმაცია. ახალი დაიწყოს, ახლიდან დაიწყოს. ხოლო მორიელი, პლუტონი, მერვე სახლი ჩვენს ნათალურ რუქაში, ტრანზიტული თვალსაზრისით, ეს უფრო ტრანსფორმაციასთან არის კავშირში. ამიტომ მთავარი მომენტი, სადაც გვინდა ვეძებოთ სიახლეები და გარდაქმნები ახლიდან დაწყება ან ახალი ფურცლიდან დაწყება, შეგვიძლია ვნახოთ პირად რუქაში, სად არის ურანი და ამ სფეროზე კონცენტრირდეთ განსაკუთრებით, ხოლო იქ, სადაც გვინდა ვეძებოთ ტრანსფორმაცია, აქ ვუყურებთ უკვე პლუტონის ტრანზიტს ჩვენს პირად რუქაში. მით უმეტეს თუ პლანეტებს ურანს ან პლუტონს აქვს შეხება პირად პლანეტებთან, როგორიც არის მზე, მარსი, მთვარე, ვენერა, მერკური, აქ უკვე ადამიანი თვისობრივ ხასიათობრივ ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობს. გისურვებთ ყველას წარმატებას, გისურვებთ ძალიან დიდ ქარიზმატულ და ლამას ტრანზიტს, როგორც ურანის, ასევე პლუტონის, თუმცა გავიხსენოთ, რომ ეს ტრანზიტები წლები მიმდინარეობს ცხოვრებაში. აი, ურანის ტრანზიტი ძალიან გავს ჩემთვის კიდე, როდესაც აი მეტროში, როდესაც ვდგავართ, აი ნელი ნაკადი იწყებს გროლვას და ეს ნელი ნაკადი ნელა კი არა და უკვე აი წამებში მატულობს. რაღაცა ხვდები, რომ უკვე დატრიალდება სერიოზულად და ამავდროულად უკვე ხმა გესმის, რომ ეს რელსები გვინარენ, აი ვიბრაციას თითქოს ფეხებში გრძნობ და ბოლოში უკვე რა თქმა უნდა ეს მატარებელიც გამოჩნდება. ცვლილებების მატარებელი და
და ამიტომ მე იმაში არის კიდე რომ აი ურანთან რატო არის კიდე მოლოდნელობა მატარებელში ვინ დაგვდება საერთოდ არის ჩვენ კი არ დავფიქრებულ ვართ ამაზე მაგრამ აბა ერთხელ დავფიქრდეთ აი მატარებელში რო შევდივართ ვინ დაგვხვდება ანუ მოლოდნელობის ეფექტის გამო გავუსვი ამას ხაზად თუ გნებავთ რომ ასეთი ეფექტი შეამოწმოთ თქვენს პირად რუკაში და იგრძნოთ სად არის ეს ენერგიები მოსალოდნელი ან სად მიმდინარეობს შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი პირადი რუკა სად მიდის ამჟამად ტრანზიტული ურანი გისურვებთ საუკეთესო და აღმაფრთოვანებელ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში წარმატებებს